სახელითა მამისათა დაზისათა დასულისა წმინდისათა ჩვენთან არის ღმერთი. დიდება და მადლობა ღმერთს გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულზე წმინდანთა ხსენებას. ღმერთს ვთხოვთ, რომ ჩვენი ზეციური ფარველებისა და შუამავალთა ლოცვით ჩვენ მოგცეს გულისმის ყოფა და ღვთისა სიკეთეს და სახარებისო სიტყვას თუ რაი სიკეთე და წყალობა გვიყო ჩვენ ღმერთმა ვაცნობიერებდეთ და ვხედავდეთ და ვთხოვთ ჩვენს ზეციურ ფარველებს რომ მოგცეს გულისმის ყოფა რომ სულიერი თვალი აგვეხილოს. ეს საკითხული სახარება ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩვენთვის ყველასთვის. შობიდან ბრმა ზის ტაძრის შესასვლელთან და ითხოვს მოწყალებას. და ყველა მიცის რომ ეს შობიდან ბრმა არის. და აი შაბათ დღეს მაცხოვარი მიდის და აღასრულებს სასწაულს. და ამ სასწაულის მხილოვნი ბევრი ადამიანი იწყებს შფოთს და იწყებს განკითხვას თუ როგორ შეიძლება შაბათს ამ სასწაულის მოხდენა. დაიბარებენ ამ შობიდან ბრმას, რომელსაც უკვე აეხილა თვალი და არა მხოლოდ ხორცელი თვალი აეხილა სულიერი თვალიც. საოცარია მისი რწმენა, ვარც არაფერი არ უნახავს, დაბადებიდან ბრმა იყო უსინათლო. მაგრამ როგორც კი მივიდა და უთხრა მაცხოვარმა და სასწაული აღსრულდა, თიხა მოზილა. განერწყა თიხა მოზილა, თვალებზე დაადო და უთხრა სილოამის აი ეგ საბანელთან მიდი და მოიბანე. ეს იმიტომ რომ უფალი ყოველთვის ესე იქცევა, დაფარული იყოს მისი თაებრიობა და ამ სასწაულებით ადამიანებში თუ რაიმე მერყეობა არის, ამას ხილული სასწაულით განაგდებს და განაქორებს ამ მერყევი ადამიანების გულიდან და გონებიდან. და აიხილა თვალი და ეუნებიან ფარისევლები კი, მაგრამ ეს ვინ მოახდინა ეს სასწაული, ყველა მიცის სახეზეც ცნობენ, რომ ეს დაბადებით არის უსინათლო. და ეკითხებიან, ვინ იყო, რა ერქვა მას სახელი. მე არ ვიცი ვინ იყო, მაგრამ აი თვალი ამიხილა. და როგორ ესე თიხა ტალახი დავიდე, შემდეგ ჩამოებანა. კი, მაგრამ ეს როგორ შეიძლება ხალხი დადიოდა და იძახდა, ეს ის არ არის დაბადებით უსინათლო რომ იყო. დღეს ესე როგორ აიხილა თვალი, არავინ არ უჯერებს თავის თვალებს. მაგრამ დაიწყეს ცილისამება. არა ეს მე მგონი მისი მსგავსია, თორე ის ადამიანი არ იქნება. თორე როგორ შეიძლება რომ მას ესე აიხილოს თვალი. მიდიან და კიდევ ეკითხებიან, ვინ იყო და რა იყო მისი სახელი. სახელი მე არ ვიცი, მაგრამ ფაქტია რომ მე თვალით ვიხედები. მაშინ ეს ეშმაკეული იქნება. მე არ ვიცი რანაირად იქნება ეშმაკეული. ეს ბრმა, დაბადებით ბრმა, რომელმაც პირველად დაინახა ხილული სამყარო, მაგრამ რწმენა აქვს, იმიტომ რომ ვერ წმუნა სიტყვას. მე არ ვიცი ის როგორ იქნება ეშმაკეული, როცა აი ამ სასწაულის მომხდენს თავად ეს უსინათლო ყოფილი უпроსორეთ იძახის რომ არის წინასწარმეტყველი. წინასწარმეტყველი აღმატებული იყო. ანუ წინასწარმეტყველი ღვთისინაშე მართლად მცხოვრები ადამიანი იყო. ამაზე ბრაზდებიან, როგორ იყო წინასწარმეტყველი. ჩვენ ვაბობთ, რომ ის ეშმაკეული იყო, იმიტომ რომ მარ ჯული დაარღვია, შაბათ დღეს საქმე აღასრულა. მე არ ვიცი როგორ იყო, მაგრამ ფაქტია, რომ მე დღეს თვალით ხედავ. არ ერწმუნენ მის ნათქვამს. მოიყვანეს მშობლები. და მშობლებს ეკითხებიან, ნამდვილად თქვენი შვილია? მშობლები ეუბნებიან, ნამდვილად ჩვენი შვილია. და ნამდვილად დაბადებით ბრმა იყო. ნამდვილად დაბადებით ბრმა იყო. აბა დღეს როგორ ხედავს? მე ეს არ ვიცი, მაგრამ ნამდვილად ჩვენი შვილია, რომელიც დაბადებით იყო ბრმა. და იმხელა ასაკი აქვს მაგას უკვე რომ თავად კითხეთ ვინ იყო. ჩვენ მხოლოდ ხედავთ ამ სასწაულს. მოიყვანეს ისე ეს უსინათლო ყოფილი და ეუბნებიან, ვინ იყო ის? მე არ ვიცი სახელი მისი, მაგრამ ვიცი რომ მითხრა და ამეხილა თვალი. ვერ მოატყუეს, ვერ შეაცდინეს. როიტყვიან ვერ წამოაგეს ანკესზე, რომ მე იქიდან კიდევ დავა გაეგრძელებიათ. გაბრაზდნენ და გააგდეს სინაგოგიდან და აუგზავნეს იქ შესვლა სასჯელად. ქუჩაში იყო და მივიდა მაცხოვარი და ეუბნება, დაგწამს და გჯერა რომ ეს ასე იყო
ეუფალო წამს თითქოს აი ამ სახარებისეული მონათხრობით უფალი ჩვენ გვასწავლის შეიძლება ხილული ხორციელი თვალი გქონდეს მაგრამ ვერ განიცდიდა ღვთის მადლს და არ იყო მადლიერი ღვთისგან ჩვენზე მოზღმული და მოცემული სიკეთის წყალობისათვის მაგრამ შეიძლება იყო უსინათლო მაგრამ გქონდეს სულიერი თვალი ხედვა რომ ნათქვამს ერწმუნო და ღვთით მოვლენილი სასწაული მიიღო ისე როგორც არის არაფერი განმარტება არ უნდა მან აღმიხილა თვალი რომელმაც თქვა წადით ეხა წაისვი და მერე საბანელზე სილოამის საბანელზე მოიბანე წყლით ისე ვართ ჩვენც უამრავ სასწაულს ხედავთ მაგრამ მაინც სასწაულს ვეძებთ დღე თენდება და ღამდება და მაინც კიდევ დამატებით რაღაცა სასწაულს ვეძებთ და არ გვახსენდება რომ სახარებაში ნათქვამია ნუ გახვევით იმას რომელიც გეტყვის რომ აი აქ არის ქრისტე ან იქ არის ქრისტე იცოდეთ რომ ესენი ცრუ წინასწარმეტყველები არიან და სიცრუეს ამბობენ თქვენ კი უფლისამ ცნება რომელიც არის ვინც ეს თავდაბლობით და მორჩილებით მიიღოს მან მიიღოს ყველაზე დიდი ცოდნა ზეციური სულიწმინდის ცოდნა და ამის მაგალითად ჩვენ უკვე მოციქულთა პერიოდის შემდეგ თაობებს მაგალითი გვაქვს მეთეზურნი უწიგნურნი მეთევზეები უფალმა საღვთო სიბრძნის მპყრობელად და მატარებლებად აქცია წავიდნენ მერე მოციქულებიდან მთელი მსოფლიო მოიმუშაკეს და მოინადირეს და ყველა სახარეს უფლის შობა განხორციელება შობა და ჯვარცმით თითეული ჩვენთაგანის გამოხსნა უბრალოა რწმენა აქ ამბობს უფალი რომ დოგვის მართლის ოდენა რწმენა გქონდეს მაშინ ყველაფერიც შენი ნათხოვი ღვთისინაშე ლოცვა აუცილებლად შესმენილი იქნება დიდება და მადლობა ღმერთს ვთხოვთ ჩვენს შუამოვალ წმინდანებს სულიერი თვალი აგვიხილოს თორემ ხორციელი თვალით სულიერს ვერ შევიცნობთ ვერც გონებით და ვერც სოდნით თავარი არის რწმენა რწმენის გარეშე საქმე არაფერი არ სრულდება კეთილი და კეთილი საქმე მხოლოდ ღვთისმადლით ანუ რწმენით ხდება შესაწირი ყველაზე დიდი წვენი უფლის წინაშე ისევე როგორც წირვაზე ვდგავართ და ვინც რწმენით დგას მათთვის ზიარება აქ ზიარების ლოცვებშიც ვკითხულობთ ნუ სასჯელად და დასაჯელად მექმნება მე ზიარება წმინდისა ხორცისა და სისხლისა შენისა ხოლო ვინც რწმენით არ არის აი იყო ესეთი შემთხვევა წმინდანი იდგა ტაძარში ხილულად ხედავდა რომ ეპიფანე კვიპრელი და დღეს პატრიარქის ხსენება არის კონსტანტინოპოლის იყვნენ ადამიანები წმინდანები რომლებიც ხილულად ხედავდნენ სულიწმინდის გადმოსვლას და ეს იმდენად ხშირად ხდებოდა რომ ყველა თანამწირველი ამას ელოდებოდა და ერთხელაც ლოცვის დროს ეს ზეციური სულიწმინდით ცეცხლი არ გადმოვიდა დაფიქრდა წირველი მღვდელმთავარი დამხმარეს უთხრა რომ აი იქ ტაძარში ერთი ადამიანი დგას და შემოიყვანეთ ის შემოიყვანეს და უთხრა შვილო შენ დღეს არ ახარ მზად რომ წირვაზე იდგე და დატოვე ტაძარი დატოვა ტაძარი და გადმოვიდა სულიწმინდა იყვნენ დიდი მამები და არიან დიდი მამები უბრალოდ ჩვენ ღმერთი არ გვიცხადებს მათ სახელებს იმიტომ რომ ვერ დავიტებთ და ეშმაკიც ბოროტიც ამ გაცხადებულ სიწმინდეს აუცილებლად ბრძოლას დაუწყებს და ამას ხილულადაც ხედავთ ამას ჩვენ ცხოვრებაშიც ხედავთ ღმერთი იძლევა იმ სიხარულს რომ ესეთი ღვთის მოყარე და მოშიში ადამიანების გვერდით გვიწევს ცხოვრება და ესეთი ადამიანების ლოცვა ღვთისაგან შეესმინება და ეს ხილული სამყაროც მათ ლოცვაზე დგას ესეთები იყვნენ და ეხლაც არიან ათონის მთაზე ამერიკის უდაბნოში არიზონის უდაბნოში რუსეთში საქართველოში გაბრიელ ბერთან სალოსთან გვერდის გვერდ დავდიოდით და ვერც ვერაფერს ვერ ხედავდით ხო სანამ ღმერთმა არ განადიდა მისი აი ეს ღვთის წინაშე დაფარული ღვაწლი ისე იქნება დღესაც არცო განიკითხოთ ის ვინც
გონებრივი, კაცობრივი გონებით გგონიათ რომ ან სწოდავს, ან რაღაცა უჯეროს აკეთებს. იმიტომ რომ ღმერთმა გულთან ხილავმა იცის ვის როგორი რწმენა და როგორი გული აქვს. ვთხოვთ უფალს, ჩვენი სულიერი თვალი აგვიხილოს და მოგცეს ყველაზე მთავარი რწმენა, უფლისა და სიყვარული მოყვასისა. და ეს მიმდობის სიტყვა და გული და გონება გამზადებული ნიადაგი არის, რომ ღვთისამადლი მიიღოს და თავადაც იმეტყველოს იმ საფრთხო სიბრძნით, რომელსაც წიგში ამომიკითხავთ, მაგრამ გულში ვერ დავაგროვებთ, ვერ დავიუნჯებთ. რადგან არ შეიძლება, რომ ეს სიმდიდრე უღირს ადამიანებს ხელში ჩაუვარდოთ. მოციქულთა საქმეში გახსოვთ, არის ერთი ესეთი ადგილი, მოთხრობილი. მიდის მოგვის სიმონი და ეუბნება, რომ მოციქულებს, რომ აი ეს მადლი მომეცით და ფულს გადავიხდია. ხო და პეტრე და პავლე ეუბნებიან, ჩვენო ისეთი რამ გვაქვს მადლი და სიმდიდრე, ფულში არაფრით არ გაიცლება. მოკლედ შეაღონებს. ვიყიდე ფულით ამ მადლს. იმენად მოუნდა. ეთყობა ამ ბოროტის საქმეებისთვის, რომ მე ელაპარაკო, რომ აი ეს მადლი მაქვს, მაგრამ ეს მადლი კი არა, ეს ჩემი სიწმინდისა გამოხდება ესეთი რამ. და აი ეკლესიამ იცოდა რა ეს ფაქტი რჯულის კანონში, სოდვას რომლითაც მაგალითად სასულიერო ხარისხი შეიძლება შეიძინოს ადამიანმა, უწოდეს სიმონია. ესე იგი, ფულით შეძენილი სასულიერო წოდება არის აი იმ უგანო ადამიანის სახელდებით ყველასთვის საცნაურად გადმოცემული. კლავაც მერს ვთხოვთ, ჩვენი სულიერი თვალი იყოს მხედველი საფრთხო მადლისა და მადლიერი საფრთხო ძლიერებისა და დიდებისა. ამინ. ქრისტე აღდგა. ქრისტე აღდგა. ქრისტე აღდგა.